ბატონო, ყველას მოგესალმებით. ალბათ შეკითხვები იქნება ძირითადად იმ კანონპროექტის თაობაზე, რომელიც ახლა არის შეტანილი პარლამენტში და ითვალისწინებს უმაღლეს განათლების კანონში ცვლილებებს გარკვეულს. შეიძლება სხვა შეკითხვებიც არის განათლების სისტემასთან დაკავშირებით, თუ განათლების სისტემის გარდა კიდე სხვა რამესთან არის დაკავშირებული შეკითხვები, მზადა ვარ ამაზეც უპასუხო. მოკლედ თქვენ განკარგულებაში ვარ და თქვენ დამისვით კითხვები მე გიპასუხებ პირდაპირ ყოველგვარი წინასწარი მონოლოგის გარეშე. ისმენთ, ყურადღებით. და მინდა გითხოთ კანონპროექტი, რომელიც შესულია პარლამენტში და რომელიც ეხება უნივერსიტეტების თემას, გამოიდგა მოსაზრება, რომ ამით უნივერსიტეტებს ეწოდებათ ავტონომია და ის თვიანად დაექვემდებარება პრემიერ-მინისტრს მის გუნდს. რამდენად არის ეს სიმართლე და თქვენი პოზიცია როგორ არის? ძალიან მოკლედ შემიძლია დავახასიათო ის ხმაური, რაც იქნა ატეხილი გარკვეული პიროვნებების მიერ აი ამ კანონპროექტის გამო ესე იგი ძალიან მოკლედ რომ დავახასიათო ის ხმაური, რაც ამ კანონპროექტს მოყვა. ეს არის აურზაური არაფრის გამო. იმიტომ რომ რეალურად არავითარი რა თქმა უნდა ლაპარაკი იმის თაობაზე რომ პრემიერ-მინისტრი დანიშნავს 10 რექტორებს და აღარ იქნებიან ისინი არჩეულები, ნუ ეს ელემენტარულად არის აბსურდი და არავითარი მსგავსი რამ არ არსებობს. ლაპარაკია უბრალოდ იმაზე რომ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლები კვლავ ხდებიან საჯარო სამართლის იურიდიული პირები. ეს ჩვენს აზრით არის ლოგიკური, იმიტომ რომ საერთოდ სახელმწიფო აქამდე ისინი იყვნენ კერძო სამართლის იურიდიული პირები და ყავდათ ეგრეთ წოდებული რეგენტთა საბჭოები. სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი ეს არის უფრო მაღალი იურიდიული პირის სტატუსი. ჩვენ გაგახსენებთ კანონს რელიგიური გაერთიანების შესახებ, როდესაც წინა ხელისუფლების დროს იქნა მიღებული ეს კანონი და სხვადასხვა რელიგიურ, ასე ვთქვათ, ორგანიზაციებს მიეცათ საშუალება დარეგისტრირებულიყვნენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად. ეს მაშინ იქნა გამოცხადებული და სამართლიანადაც იქნა გამოცხადებული იმად, რომ აი ამ გაერთიანებებს უფრო მეტი და მაღალი სტატუსის შესაძლებლობა მიეცათ. ანუ შესაძლებლობა მიეცათ უფრო მაღალი სტატუსი ქონოდათ. და ის იგივე ხალხი დღეს რომელიც ამას ამბობდა მაშინ ამბობს რომ თუ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს ჩვენ მივანიჭებთ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი, ეს იქნება მათი დაქვეითება ამის და რაღაც დამცირება. ამბობს პირიქით არის. მეორე მხრივ ჩვენ კარგად გვესმის რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი, რომელიც სხვათა შორის 2010 თუ 2011 წლამდე ასეც იყო, ყველა უმაღლეს სასწავლებლები ასე იყო. აქვს თავისი რაღაც ისეთი მინუსები, რაც გულისხმობს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, რაღაც გარკვეული შეზღუდვები აქვს. ასევე ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებით ჩვენ მზადავართ ყველა ეს საკითხი, კონკრეტული საკითხი, რაც ეხება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფუნქციონირებას უმაღლეს სასწავლებლებთან მიმართებაში. აი ეს ყველა საკითხები დავაკმაყოფილოთ, ასე ვთქვათ, განვიხილოთ, მივიღოთ ყველა ის შენიშვნა, ანუ უფრო მარტივი გავხადოთ რაღაც შესყიდვა, მარტივი გავხადოთ საკუთრების განკარგვა, მეტი ავტონომიის გარანტიები ჩავდოთ პარალელურად იმისა, როდესაც მოხდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე გადაყვანა. ჩვენ ამისთვის ზადავართ, ამას ვაცხადებთ და ბატონო, პარლამენტში იმისთვის არის სწორედ ეს კანონი შეტანილი, რომ ეს შენიშვნები, რომელიც ჰქონდა თავის დროზე იქ ოპოზიციას ამის თაობაზე, იმ შენიშვნებით ჩვენ ვზადავართ დიდი ნაწილი გავიზიაროთ ამ მხრივ და ამას ვაცხადებ სრულიად ოფიციალურად, ეს არ არის ჩემი პირადად დადუძურაბიშვილის პოზიცია, ეს არის სამინისტროს პოზიცია, შემიძლია გითხრათ. მეორე მხრივ, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად როდესაც გადადის, იქ ნებისმიერ შემთხვევაში, როცა არის რაღაც გარდამავალი ეტაპი, როდესაც ხდება რეორგანიზაცია. კანონით საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ სახელმწიფო ნიშნავს მოვალეობის შემსრულებელს. ანუ ნიშნავს ან პრეზიდენტი, ან კანონით განსაზღვრული სახელმწიფოს წარმომადგენელი. ამ შემთხვევაში ჩვენ არაფერი არ შეგვიძლია, ჩვენ არ ვცვლით კანონს საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ და უბრალოდ დავაზუსტეთ, რომ ამ შემთხვევაში თუ მოხდა ასე ვთქვათ რეორგანიზაცია, დროებით შემსრულებელს დანიშნავს პრემიერ-მინისტრი განათლების მინისტრის წარდგინებით. ანუ თუ დაუშვათ ახლა სახელმწიფო, როდესაც მოხდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გადმოფორმება სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებისა და ეს კერძო უმაღლეს სასწავლებლებს არ ეხება, იქ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა მოხდება კანონის შესაბამისად. ანუ განათლების მინისტრი წარადგენს კანდიდატურას და დაამტკიცებს პრემიერ-მინისტრი. ჩვენ ისიც კარგად გვესმის, რომ ესეც არ არის შეიძლება უმაღლეს სასწავლებლებთან მიმართებაში სწორი, ჩვენ ვაპირებთ, რომ შემოდგომისთვის დაახლოებით შევიტანოთ ცვლილებები და ჯგუფი მუშაობს ამაზე
რომ უფრო მეტი ავტონომია იყოს და თვითონ უნივერსიტეტს ჰქონდეს ამ მოვალეობის შესრულებლის წამოყენების საშუალება, უბრალოდ ჩვენ ჯერ ვერ შევჯერდით ის ჯგუფი, რომელიც ამის თაობაზე მუშაობს, ჯერ ვერ შეჯერდა კონკრეტულად ეს როგორ იყოს. ამასობაში გარკვეული ტიპის უმაღლეს სასწავლებლები განსაკუთრებით ეზახება სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებს, ძალიან ეჩქარებათ, რომ სწრაფად გადავიდნენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, ამიტომ გადავწყვიტეთ ასე, ჩვენ შეგვაქვს ეს ცვლილება, ანუ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ვაფორმებთ ამ უმაღლეს სასწავლებლებს, იმავდროულად ოფიციალურად სრულიად ვაცხადებთ, სრულიად ოფიციალურად ესეც სამინისტროს პოზიციაა, რომ არ იყოს რაღაცა ეს სწორედ სპეკულაციები მის თაობაზე, რომ რაღაც თავისთვის მორჩილი რექტორები უნდათ შესრულებლად დანიშნული კომისრები მიიყვანონ და ასე შემდეგ. აი ეს რომ არ იყოს ამაზე სპეკულაციები, ვაცხადებთ სრულიად ოფიციალურად, რომ არც ერთი რექტორი არ იქნება შეცვლილი. ანუ, როდესაც მოხდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გადმოფორმება, განათლების მინისტრი წარადგენს აბსოლუტურად ყველა იმ რექტორის კანდიდატურას სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებზე, რომელიც დღეს არის. შორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველგან. სანდრო გვიტაშვილის. არა, ეს სხვა. არა, ეს სხვა არის. ზოგადად გახსენებთ, ეს მეორე საკითხია. საჯარო სამართლის იურიდიულად პირად რო ხდება გადაკეთება, ეს არის ერთი საკითხი. და ამ ხრივ ჩვენ ეს არ ეხება არც ბატონ კვიტაშვილს, არც ბატონ თევზაძეს სიტყვას, ვინც ამას აპროტესტებდა. იმიტომ რომ პასახელებმა და არც არავის. აქ დასახელდებიან ისევ იგივე. რაც შეეხება შემდგომში, იქ ნათქვამია არის ცვლილება, რომლის მიხედვითაც რექტორი და დეკანი ვეღარ გახდება პირი, ვისაც არ აქვს აკადემიური ხარისხი, ხო, პროფესორის ხარისხი არ აქვს. ეს შეეხება ბატონ კვიტაშვილს, როდესაც იქნება ამ რეორგანიზაციის შემდეგ რექტორის არჩევნები. უნებრივია შეეხება. შეიძლება მასაც სხვებსაც შეეხოს. ეს იქნება უკვე როდესაც ახალი რექტორი იქნება არჩეული, ის ვეღარ გახდება ახალი რექტორი. ეს სხვა საქმეა. მაგრამ როდესაც საჯარო სამართლის იურიდიულად პირად გადაკეთება მოხდება, ეს ამ კანონით არ ვეხებით ჩვენ ბატონ კვიტაშვილს. ეს შეეხება, როდესაც ისწავლება ძალაში, რომ რექტორის არჩევა უნდა მოხდეს პროფესორის. პროფესორი უნდა იყოს. არა, ერთად შევა ეს ცვლილება, მაგრამ ეს როდესაც რექტორის არჩევები ხდება, მაშინ ხდება ეს ამბავი. ეს მოვალეობის შესრულებელს არ ეხება. ეს ეხება მოვალეობის შესრულებელს შემსრულებლისთვის არ არის სავარდებულო აკადემიური ხარისხი. ამდენადაც მე ვიცი არ არის. ეხლა ის ყველა ეს რექტორი, რომელიც დღეს არის უნივერსიტეტში, არჩეულია იმ კანონით, რომელიც თავის დროზე მოქმედებდა და მიღებული იქნა, ამიტომ ჩვენ ამაზე არაფერს აქ ცვლილებას არ ვაკეთებთ, მაგრამ როდესაც მოხდება ეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გადმოსვლა, ბუნებრივია შემდგომ რაღაც გარკვეული დაახლოებით თვალწინები ერთ თვეში უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები რექტორის აკადემიური საბჭოს მიერ, იქ რა თქმა უნდა იქნება ის კანდიდატურები. ამ შემთხვევაში სხვა რექტორებთან კანდიდატები იქნებიან თუ არა თევზაძის და კვიტაშვილის. ან მარკეზია. მე ამდენად ვიცი არ მოხდება. თუმცა ბატონ კვიტაშვილს მაინც მოუწევს, როდესაც იქნება რექტორის არჩევნები, ის ვერ იქნება. სექტემბერში თვითონ იქნება ახალ კანონმდებლობის შეტანა, რომელიცაც შემოდგომაზე, დიახ. რექტორებს ეკაბინეტში შევა, ან შეიძლება ოქტომბერში იყოს, მე ზუსტად ვერ ვიტყვით ამას. ანუ რომლის მიხედვით მეტი დამოუკიდებლობა იქნება თვითონ უმაღლეს. აი რატო ხდება მაშინ? ეხლა კიდევ ერთი საკანონმდებლო ცალკე. მე მოგახსენეთ მაგის თაობაზე, იმიტომ მე მოგახსენეთ. კი. მოგახსენეთ. მე მგონი უკვე ვთქვი ამის თაობაზე. გარკვეულ უმაღლეს სასწავლებლებს ძალიან იჩქარებათ იურიდიული სტატუსის შეცვლა. ეს დაკავშირებულია მათ მატერიალურ მდგომარეობასთან, რაღაც სუბსიდიების გაცემასთან და რაღაცაზე ბევრ საკითხებთან, წმინდა უფრო სამეურნეო ფინანსურ საკითხებთან და მათ ფუნქციონირებასთან. ეს განსაკუთრებით ეხება ეგრეთ წოდებულ სახელოვნებო სასწავლებლებს, როგორც არის თქვა კონსერვატორია, სამხატვრო აკადემია. მათთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სწრაფად მოხდეს კვლავ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გადაფორმება, რათა რაღაც გარკვეული მატერიალური სუბსიდიებიც მიიღოს. ანუ ამ წლების განმავლობაში დიახ. ძიმე პრობლემები ფუნქციონირებდნენ, როგორ წლების განმავლობაში საერთოდ უმაღლეს თავიდან როდესაც დაიწყო რეფორმა 2003-2004 წელს ყველა უნივერსიტეტი იყო საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2005 წელს ბატონმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დანიშნა მაშინ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო უნივერსიტეტების მოვალეობის შესრულებლები, რექტორის მოვალეობის შესრულებლები. და მაშინ სწორედაც რომ ეთყობა, ხა იმიტომ ეს პანიკა, რომ ის ხალხი, ვინც ეს თვითონ განახორციელა და თვითონ მიიყვანა თავის დროზე კომისრები უმაღლეს სასწავლებლებში, რომ მათ ჩათვალეს, რომ ალბათ ესეც ასე მოიქცევიან, ხა ამას სხვანაირად როგორ უნდა ამ დღეს ამაზე ხმაური, მაგრამ მაშინ ნამდვილად ასე განხორციელდა, მაშინ სერიოზული
რეპრესიები გახორციელდა შეიძლება ითქვას გარკვეულწილად უნივერსიტეტებში, თუმცა შემდგომში მათაც დაინახეს, რომ უბრალოდ ეხლა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ერთგული კადრებით აკადემიური სივრცის დაკომპლექტება იყო შეუძლებელი. ანუ მოუწიათ ძალიან ბევრი ადამიანის უკანმობრუნება, ვინც თავის დროზე იქნენ გაშვებულები. ეს არის და ეს, ამიტომ აქ ახლა ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ რაღაცით ავტონომია იზღუდება, ან პრემიერ-მინისტრი ვიღაცებს ნიშნავს კომისებს, ნუ არის პრინციპულად არასწორი. თვითონ ეს პროცესია თქვენ დაინახავთ როგორ მოხდება, არჩევნებიც როგორ ჩატარდება, იგივე თქვათ რექტორების იმასაც ნახავთ, ყველას ექნება საშუალება თვალყურები ადევნოს და ნუ კარგად დაინახავს რამდენად არის ეს რეპრესია და რამდენად არა. ანუ როგორ სექტორებს კი ბატონო, დიახ. დიახ. ეს არის ასეთი სადაც სწორია, ჩემს აზრით აბსოლუტურად ეს მანამდეც იყო მომზადებული ეს საჯარო სამართალი და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს არ ეხება ეს საკითხი. დეკანი და რექტორი უნდა იყოს აუცილებლად პროფესორი. ანუ უნდა კონდეს მინიმუმ ასისტენტ პროფესორი, მაინც ამ პროფესორის წოდება, აკადემიური ხარისხის წოდება თუ არა, არ უნდა იყოს ისე, არ უნდა იკავებდეს ამ თანამდებობას. ეს მიგაჩნია რომ არის სწორი, აბსოლუტურად სოფლიოს აბსოლუტურ უმრავლესობაში განვითარებული ქვეყნებისა სწორედ ასეთი პრაქტიკაა, იმიტომ რომ დეკანი არ არის უბრალო ფიგურა, არც რექტორი. ეს არის აკადემიური თანამდებობა. არა, მაგას გეუბნებით, ზუსტად მაგას გეუბნებით, არა. ხოდა მაგაზე პასუხობ ზუსტად თქვენ შეკითხვას. დოქტორატი არის სტუდენტი პრაქტიკულად, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი სწავლობს და უნდა დაიცვას ხარისხი. იყო ჩვენთან შემთხვევა, როდესაც აქამდე ეს არ იყო დაშვებული, ეს გააუქმეს თავის დროზე, თავიდან ასე იყო ჩვენთანაც აკადემიური ხარისხი თუ არ ქონდა, არ შეიძლება არც დეკანი ყოფილიყავი და არც რექტორი, მაგრამ გააუქმეს ეს ნორმა. იმიტომ რომ ვიღაცა დაენიშნა კონკრეტული პირები და მაგალითად ახლა ძელი პრეზიდენტის ახლანდელი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბატონი ბარნოვი იყო თან დოქტორანტი იყო იმავე უნივერსიტეტისთან თან დეკანი იყო ეს რომლის ფაკულტეტის დეკანი იყო იმის დოქტორანტი იყო თვითონაც ეხლა ეს იყო არანორმალური ჩემს აზრით იმიტომ რომ რა თქმა უნდა პროფესორის წოდებას მინიჭება ახლანდელი კანონმდებლობით სხვადასხვა განსაკუთრებულ შემთხვევაში დღემდე შეიძლება ნებისმიერ ადამიანს მიენიჭოს თუ უნივერსიტეტი ამას საჭიროდ ჩათვლის და ჩათვლის რომ რაღაცა განსაკუთრებული შემთხვევაა და აი ესა და ეს პიროვნება მართალია არ აქვს დოქტორის ხარისხი, მაგრამ ნუ იმდენად კვალიფიციურია და იმდენად საჭიროა რომ შეუძლია მასაც მიენიჭოს პროფესორის წოდება და დაიკავოს მე იმან აკადემიური თანამდებობა. მაგრამ როგორც წესი და ეს წესი არის სწორედ ცივილიზებული სამყაროს ნორმა აკადემიური ხარისხი უნდა კონდეს, დოქტორის ხარისხი უნდა კონდეს ყველას, ვინცაც აქვს პრეტენზია რომ გახდეს დეკანი და გახდეს უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელი, ანუ რექტორი. მე მგონი სწორი ნორმაა და თქვენ კი ბრძანეთ რომ მოხდება ყველა კანდიდატის წარდგენა, ვინებიც ამჟამად არიან რექტორების თანამდებობაზე, თუმცა მე არ ბრძანე ეს ჩათვალე სამინისტროს პოზიცია. დიახ, თუმცა სახელდება უკვე რამდენიმე კანდიდატურა, რომელმაც შეისწავლა შეცვალოს სანდრო კვიტაშვილი, მათ შორის ლადო პაპავას კანდიდატურა განიხილება, როგორ აფასებთ თქვენ ამ კანდიდატურას თუ არის რეალურად ამას საუბარი? ბუნებრივი არჩევნები იქნება, ბუნებრივია იქნება რექტორის არჩევნები, ბატონი კვიტაშვილი რომელიც თუ მაყოფილებს მოთხოვნებსაც კანონი აყენებს, ვერ მიიღებს მონაწილეობას იმ არჩევნებში. ეხლა იქ შეუძლია ბატონ პაპავასაც წამოაყენოს, ხვებსაც წამოაყენოს, ვინ იქნება, როგორ იქნება და ჩემი სიმპათიებისგან იქნება, ახლა მე მგონი ამაზე ლაპარაკი ჩემგან იქნება ძალიან მოხერხული და პრინციპულად არასწორი. ეს უნივერსიტეტის გადასაწყვეტია, ვისაც გადაწყვეტს უნივერსიტეტი, იმას აერჩევს სექტორად ბუნებრივია. ნუ ეს პრაქტიკა ჩავთვალოთ რომ იყო მახინჯი პრაქტიკა და ხონდა მორჩესოდეს კაცარა. ასეთშავს იგივე განმეორდება მართველი პოლიტიკური გუნდი არავის არ წარადგენს. წარადგენს თვითონ უნივერსიტეტი, უნივერსიტეტში არიან უამრავი პროფესორია, რომელიც შეიძლება გახდეს რექტორი და ვისაც ხარს დაუჭერს იკაური, ასე ვთქვათ, საბჭო, აკადემიური საბჭო, ის ხალხი, ვისაც რექტორის არჩევნები ევალება კანონმდებლობით, ის გახდება. ჩვენ ამ შემთხვევაში ვართ აბსოლუტურად ნეიტრალური. ეს ეხება არა მარტო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. იგივე უნდა მოხდეს ილიას უნივერსიტეტში, იგივე უნდა მოხდეს გორის უნივერსიტეტში, იგივე უნდა მოხდეს ქუთაისის უნივერსიტეტში. ხა სადაც იგივე რექტორი ხარ, ჩვენი კანონმდებლობით რექტორი ორჯერ ზედიზედ შეიძლება იყოს, მესამედ ვეღარ იქნება. სადაც ზოგიერთ რექტორს ასევე უწევს წასვლა. ორჯერ არის უკვე არჩეული და მესამედ ვეღარ აირჩევენ. ასე რომ სხვაგანაც შეიძლება მოხდეს შეიძლება, მაგრამ ეს ძალა შესვლა რა ვადაში იქნება. თუ არ ვწდები ერთი თვეა დაახლოებით. აღარ მახსოვს ზუსტად, მაგრამ ასე მახსოვს.
არა, ჩვენ ზუსტად ვამბობდით, მაგრამ არ შეიზღუდოს, ზუსტად ჩვენ მზადავართ, მაგ თავიდანვე განვაცხადე, აქაც ჩვენ მზადავართ ყველა ის შენიშვნა, რაც აკადემიურ თავისუფლებას ეხება, რაც უნივერსიტეტის ავტონომიებს ეხება. და ძალიან კონკრეტული შენიშვნები ესახებოდა სახელმწიფოს შესყიდვებს, როგორც გითხარით, თქვა თუ ყველაფერზე ტენდერის გამოცხადება ფანჯარაური ჩაემტრება სიტყვაზე უნივერსიტეტზე, შუშა უნდა იყიდოს. ამისთვის არ დაჭირდეს ტენდერის გამოცხადება. დღევანდელი კანონმდებლობით ტენდერი უნდა გამოაცხადოს და რომელი ფირმა შესთავაზებს შუშას და ამას უბრალოდ გაიყიდა ხალხის ზამთარი თუ ახოვით. ანუ ასეთი ტიპის პრობლემები ბევრია ასეთი ტიპის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი როცა გაქვს, ასეთი ტიპის პრობლემები არის ბევრი. და ამაზე ჩვენ მზადავართ რომ სპეციფიური შენიშვნები შევიტანოთ, დავაკმაყოფილოთ ყველა მოთხოვნა, რაც აქვთ ამ უნივერსიტეტებს, რომ ეს ავტონომიის ხარისხი მეტი იყოს და ჩაურევლობის ხარისხი გაიზარდოს. გარდა ამისა, როგორც გითხარით, შემოდგომისთვის კიდევ უფრო მეტ ცვლილებებს ვაპირებთ, უფრო დეტალურს, სადაც კიდევ უფრო გაგწესდება. ხო, მაგაზე უკვე გაგეცით ერთხელ პასუხი რა. გაგეცით პასუხი, რომ იყო მოთხოვნა გარკვეული უნივერსიტეტების, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადავსულიყავით საჯარო. არა, რატომ მოითხოვდა, იმადი მოთხოვნა იყო დაუსაბუთებელი აბსოლუტურად. ისინი ამბობდნენ, რომ ეს იგულისხმება გარკვეული კი არა, ორადორი უნივერსიტეტი იყო, დანარჩენი იყო აბსოლუტურად ყველა თანახმა ამაზე და ეს ორი უნივერსიტეტი, ილიას უნივერსიტეტი და თბილისის ჯავახიშვილის უნივერსიტეტი ამბობდა, რომ ამით შეიზღუდება ავტონომია. ჩვენ რასაც ისინი ამბობდნენ შეიზღუდება ავტონომია, მე ხო მოაყოლებდნენ კონკრეტულ შენიშვნებს, აი ამიტომ შეიზღუდება, ამიტომ. ჩვენ მათ ვეუბნებით და დღესაც და აქ ამბობდა ჩათვალეთ ოფიციალური პოზიციაა და პარლამენტში შეიტანოთ ის ცვლილებები, ის კონკრეტული შენიშვნები რაც ჰქონდათ, კი ბატონო, ყველაფერზე სად ვართ რომ წავიდეთ და ჩავდოთ ამ კანონპროექტში. ანუ როდესაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი ეხებოდა და არა იმას იქ დოქტორანტი იქნება, პროფესორი თუ არა. ის სრულიად სხვა საკითხია. დეკანი იქნება თუ არა, არ არის ეს სხვადასხვა. ეს ორი რამე არის სხვადასხვა. ის სრულიად სხვა არის, ეს სრულიად სხვა არის. კანონში შედის ცვლილებები და კიდევ სხვა ცვლილებებიც შედის. არა, კიდევ შედის სხვაც. მაგათ გარდა. მაგრამ პროტესტი ცხადდებოდა თავის დროზე იმ ორი უნივერსიტეტის მხრიდან, არა იმაზე, რომ აკადემიური თანამდებობა დაიკავოს პროფესორმა თუ არა, არამედ იმაზე, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად არ გვინდა გადაკეთებაო. ამაზე ცხადდებოდა მხოლოდ პროტესტი და არა სხვა რაღაცეებზე. და ამიტომ პასუხობთ მაგ პროტესტს, რაც ჰქონდათ კონსერნები და წოხილი, რომ აი ამით შეიზღუდება და იმით შეიზღუდება, ჩვენ ვზადავართ ყველანაირად ამ ავტონომიის გარანტიები ჩავდოთ ამ კანონპროექტში, დავამატოთ იმასაც წარდგენილია კიდე ის მუხლები, რომელიც ეხება როგორც გითხარით, ინტელექტუალურ საკუთრებას, ამ სახელმწიფო შესყიდვებს, კიდე ბევრ სხვა მომენტებს, სახელმწიფო ჩარევა გამორიცხოთ მაქსიმალურად. მეც ეხება ერობის ვერ გავაკეთებთ. დღესდღეობით ეს არის. რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას არ არის ნორმალური ის რომ დღეს აქვს კერძო სამართლის იურიდიული პირია სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი და იმავდროულად არსებობს რეგენტთა საბჭო რომელიც რეალურად პრაქტიკულად ყველაფერს განსაზღვრავს და ნებისმიერ ფინანსურ ოპერაციას უნდა შეუთანხმოს ამ რეგენტთა საბჭოს. მე თვითონ ვარ ამ რეგენტთა საბჭოს წევრი და შემიძლია გითხრათ რომ მაგალითად იგივე ილიას უნივერსიტეტს უნდა ჭირდებოდა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დანიშვნა, ანუ კანცლერის დანიშვნა. ეს უნდა შეათანხმოს რეგენტთა საბჭოსთან არსებული კანონმდებლობით, მოვიდა ჩვენთან შეათანხმა და ჩვენ დავამტკიცებთ. ეხლა ეს მე მგონი გაცილებით მეტი ხარისხია სახელმწიფოს ჩარევისა, ვიდრე ის რაც აღგენილია. მუშაობთ ამაზე. არა, რექტორი კი არა, მოვალეობის შესრულებას. რექტორი ახლაც ასე არის, კი არ ცვლით არაფერს. სექტემბერში არამედ შემოდგომაზე შეიძლება ოქტომბერი იყოს, შეიძლება ნოემბერი. არ ვართ ჯერ ჩამოყალიბებული კონკრეტულ ფორმაზე. გითხარით თან ეს უკვე. ამდენჯერ გამიმეურო ახლა. კონკრეტულ ფორმაზე როგორ მოხდეს ესა, რანაირად რა პროცედურა იყოს გაწეული, სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს, სხვადასხვა პრაქტიკა არსებობს სხვადასხვა ქვეყნებში და ამაზე მსჯელობა მიდის ჯერ. არა ვართ ჩამოყალიბებული. როდესაც ჩამოყალიბდებით, მაგრამ პრინციპზე შეთანხმებული ვართ. პრინციპზე. მაგრამ როდესაც ჩამოყალიბდებით, იმ დროს შევაესრულებთ.
მაგრამ ჯერჯერობით რამდენადაც ამის გამო ჩვენ გაგვეჩერებინა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გადმოფორმების საკითხი, ჩაითვალა რომ არ არის მიზანშეწონილი და ასევე არ არის მიზანშეწონილი რომ დაუშვათ ვიღაცები გადმოვაფორმოთ, ვიღაცები არ გადმოვაფორმოთ, ბარემ მთლიანად ერთიანად ეს პროცესი განხორციელდეს. მაგრამ ეს პროცესი განხორციელდება თან ისე რომ არავის ბლევები არ დაირღვევა. მე რა ვქნათ ახლა? და ერთი კითხვა ბატონო დავით, ეს უშუალოდ თქვენს სფეროს არ ეხება, მაგრამ როგორც პოლიტიკური ფონდის წევრი. ბატონო, ყველაფერზე დავდარბასო. დიახ, უმრავლესობა მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა თავად ითხოვდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში დანიშნული იყო პრეზიდენტი დაინიშნა უშუალოდ საბჭოს ხმა. ამ სტომას უკვე მეორედ არ დაესწრო პრემიერ-მინისტრი. მან განაცხადა, რომ საკითხები, რომელიც თქვის წესრიგში შეტანილი, არ არის საინტერესო მისთვის. რამდენ სწორი იყო პრემიერის ეს განცხადება და თვითონ გადაწყვეტილება, რომ არ დაძრებოდა უშუალოდ საბჭოს ხმას. ახლა როგორ არის იცით, მე მგონი ეს უშიშროების საბჭო როდესაც იკრიბება, აქ უნდა იყოს უფრო სერიოზული საუბრები და ეს არ უნდა იყოს გამოყენებული რაღაც პოლიტიკური სპეკულაციებისთვის, რაც სამწუხაროდ ხდება ხოლმე ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტის გამოსვლაც, მოვისმინეთ საბჭოს დინის გამოსვლა და ნამდვილად დამჭა ისეთი შტაბ-ჭრილება, რომ მათ ეს უფრო მეტად ჭირდება წმინდა პოლიტიკური სპეკულაციებისთვის და რაღაცნაირად პოლიტიკური პოლემიკისთვის, იმიტომ რომ არის საკითხები, რომელიც მართლა სერიოზულად უნდა იყოს და მართლა სამუშაო რეჟიმში უნდა მიდიოდეს და ეს არ უნდა იყოს რაღაცა პიარის და პროპაგანდის ნაწილი, აქ უნდა მიდიოდეს მუშაობა და ასე ახლა შეიძლება ძალიან ბევრი თემა იყოს, ეგ თემებიც მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ბევრი სხვა თემებიც, მაგრამ მნიშვნელოვანია სამუშაო ვითარება უნდა იყოს და არ უნდა იყოს ჩემს აზრით ის ვითარება, როდესაც რაღაცა პროპაგანდისთვის ხდება ესა და რაღაცა ხმამაღალი პირველა განცხადებებისთვის. ეს მე მგონია, რომ არასწორი რა შეიძლება ბატონო და პროპაგანდის ნიშნებს. ახლა უსვინეთ ჩვენ, ხო, ბატონი? ანუ გამოცხადდა რომ ინიშნება უშუალოდ საბჭოს ხმა და მოიწვია. არა, მე შემდეგ როგორც იყო, როგორც პირველ ბატონო გახსენებული პრეზიდენტმა რაც ლაპარაკა ბატონო უშიშროების საბჭოს დივანმაც როგორც ლაპარაკა შემდგომში. ნუ ახლა აშკარად ეს იყო პოლიტიკური პოლემიკა, უფრო მეტად ვიდრე რაღაც საქმიანი საუბარი. პირველი შეხვედრა სხვადასხვა ბევრად უფრო საქმიანი იყო, ვიდრე აი ეს მეორე. მეორე უფრო ტოვებდა სწორედ აი ესეთ რაღაც პოლიტიკური ანგაჟირებულობის, ძლიერი ანგაჟირებულობის შტაბ-ჭრილებას. რომელიც განათლების მინისტრს ეხება. განათლების მინისტრი არის წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატად. როგორც ცნობილი, საპრეზიდენტო არჩევნები დროში ემთხვევა სასწავლო წლის დაწყებას, ხომ დაახლოებით. არ ვიცი, თუნდაც საპრეზიდენტო არჩევნები ჯერ არ გამოუცხადებია იმ კაცთან. სავარაუდოდ ოქტომბერში, ხო? სავარაუდოდ კი არა, კონსტიტუციით ოქტომბერში უნდა გამოაცხადოს, მაგრამ პირველში გამოაცხადებს 31-ში ეს მისი გადასაწყვეტია. დაახლოებით ამ პერიოდში იწყება სასწავლო წელი. სასწავლო წელი იწყება 15 სექტემბერს. კი ბატონო. იქიდან გამომდინარე, რომ განათლების მინისტრი არის პრეზიდენტობის კანდიდატი, უკვე გაცხადებული არის, რომ განათლების სამინისტრო დაარიგებს ყველა მოსწავლისთვის უფასო სახელმძღვანელოებს. ეს რამდენად სწორი არის, რამდენად სწორი არის გადაწყვეტილება, რომ განათლების მინისტრი პრეზიდენტობის კანდიდატი კვლავ რჩებოდეს თანამდებობაზე და არიგებდეს უფასო სახელმძღვანელოებს. მე მგონი, რომ არ იქნება ეს მოგახსენებთ. როდესაც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული უფასო სახელმძღვანელოების თაობაზე, მაშინ არ იყო საპრეზიდენტო კანდიდატი. უნებრივი ეს გადაწყვეტილება ძალაში რჩება და განხორციელდება. როგორც კი ბატონი მიხეილ სააკაშვილი დანიშნავს თარიღს, პრეზიდენტობის თარიღს, მაშინ ბატონი მარგველაშვილი ჩაებმება ამ საპრეზიდენტო არჩევნების მარათონში და აღარ იქნება განათლების მინისტრი და იქნება უკვე როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი, ამიტომ ის არ დაარიგებს მე იმ წიგნს უნებრივი. ის გააკეთებს სამინისტრო რაც ეს მაგის თაობაზე მე ვერაფერს ვერ მოგახსენებთ აბსოლუტურად ამის თაობაზე შეიკრიბება გუნდი გათვალისწინებული იქნება იგივე მარგველაშვილის მოსაზრებაც, სხვების მოსაზრებებით, თვითონ პრემიერ-მინისტრის მოსაზრებაც და მთავრობა გადაწყვეტს ამას და ერთიანი კანდიდატურა დასახელდება. კონკრეტულ პიროვნებებზე მე ვერაფერს ვერ დავადასტურებ საერთოდ. კონკრეტულ პიროვნებას ვიზე შეჩერდება, შეიძლება განხილული იქნას რამდენიმე ვარიანტი, სრულად ბუნებრივია და ვიც იქნება მე როგორც გითხარით კონკრეტულ პიროვნებებზე ვერ ვიტყვი ვერაფერს. არ იქნება ჩემი მხრიდან კორექტული და სწორი. ახლა ამაზე ლაპარაკი. მით უმეტეს იმ სისტემას წარმოადგენს. ზურა, არაფერს.